ბატონო ვიტალი მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა რაც თქვენ ახსენეთ ეს თავიდან მომდევნო ტყუილია, რომ თითქოს ევროპას არ უთქვავს ოცნებისთვის რა უნდა გააკეთონ მათ და რა უნდა შეასრულონ, მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული ჯერ იყო 12 რეკომენდაცია, რომელიც მათ აქედან 9 არ შეასრულეს და 13 შეასრულეს ძალიან საეჭვოდ და შემდეგ იყო ეგრეთ წოდებული 9 ნაბიჯი, რომელიც აქედან დაწურული იმ 12 უნდა განახორციელებინათ მათ წინას აარჩევნოთ, ანუ 2024 წლის 21 ოქტომბრამდე. მათ არ გაუკეთებიათ არაფერი ამ მიმართულებით, მათ პირიქით ის პუნქტები, რომლებიც აღნიშნული იყო ამ ნაბიჯებში, ამ რეკომენდაციებში, კიდევ უფრო გააღრმავეს. ეს იყო პოლარიზაციის გაღრმავება, ოლიგარქიული მმართველობის გაღრმავება, სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტად მიტაცება და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მათ გააკეთეს ყველაფერი მის საპირისპირო, რა მოთხოვნებიც ჰქონდა დაწესებული ევროკავშირის და რასაც გთხოვდა ჩვენ ევროკავშირი იმისათვის, რომ გადავიყვანეთ შემდეგ საფეხურზე, ანუ ეს არის უკვე მოლაპარაკებების ეტაპი ევროკავშირში გასაწევნებლად, მაგრამ რასაკვირველია, ეს არასდროს არ შედიოდა დე-ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების ინტერესებში, რომ საქართველოს გამხდარიყო არა თავსებადობის გამო, გიგი, აი რა შედიოდა ოცნების ინტერესში, ანუ არის თუ არა თავსებადი ის რეფორმები, ის მოწოდებები, იგივე სასამართლოს სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არსებობდა ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ ხშირად ძალიან მძიმე და კრიტიკული დასკვნები მოგვისმენია, რომ თუ თქვათ ეს რეფორმები გატარდება, სასამართლოს თქვათ, მოდი პირდაპირ თქვათ, ხელს გაუშვებს ოცნება, მაშინ ეს მნიშვნელოვანწილად შეასუსტებს მის ძალაუფლებას, ხო, რომელიც არის სხვადასხვა შტოებზე. არის თავსებადი, როგორ ფიქრობთ? არა, რასაკვირველი არ არის. ოლიგარქია ზოგადად არ არის თავსებადი დემოკრატიულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან და ეხლა რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ეს არის უკვე გაცილებით უფრო ვარესი მდგომარეობა, როდესაც რეალურად ხდება დამოუკიდებელი თავისუფალი ხმის მაქსიმალური შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური შევიწროვება და ეს როგორც გავრცელდება როგორც სამოქალაქო სექტორზე, ასევე მედიაზე, თავისუფალ მედიაზე. ანუ ხო ჩვენ ხედავთ, არის ძალაუფლების კონსოლიდაცია, ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს კლასიკური ვერსია, რასაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, სადაც უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები ვეღარ ფუნქციონირებენ. გულისხმობ, რასაკვირველი პროცესი ეს არის სასამართლო სისტემა, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი ექვემდებარება ერთი ადამიანის ნებას და შესაბამისად ვერანაირად ეს მოდელი სახელმწიფოსი ვერ იქნება მისაღები ევროპისთვის, ვერ იქნება მისაღები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რასაკვირველი ამას ექნება ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო გამოძახილი დასავლეთში. ჩვენ ამას უკვე ვადევნებთ თვალყურს, სანქციები მიმდინარეობს სტაბილურად, სანქციების დაწესება დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გრძელდება ფაქტიურად უწყვეტ რეჟიმში. ჩვენ ყოველ კვირა გვაქვს ახალი მოდალობები, ახალი, ასე ვთქვათ, რეალობა, როდესაც ჩვენ მკაფიოდ ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეხლა მონაწილეობას იღებენ აი ამ სახელმწიფოს მიტაცებისა და საქართველოს ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებაში, სანქცირდებიან სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც თავისთავად უკვე გამორიცხავს ამ პოლიტიკური გუნდის, ამ პოლიტიკური პარტიის პირობებში რაიმე სახის პროგრესს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართულებით. ეს პოლიტიკური გუნდი ვეღარანაირად ვერ მოახერხებს ჩვენს დაახლოებას ნატოსთან, ჩვენს დაახლოებას ევროკავშირთან. ნატოს უკვე ლაპარაკი აღარ არის, 13 წელია რასაკვირველია, მაგრამ ევროკავშირზე ახლა ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების მესვეურების პერიოდში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დე-ფაქტო ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რაიმე ფორმით მოხდეს დაახლოება ჩვენი ქვეყნისა ევროკავშირთან. მე არ ვიცი ამაში ვის უნდა ეპარებოდეს ახლა ეჭვი, ვინც ოდნავ მაინც ადევნებს თვალყურს მოვლენებს, ყველანი კარგად ხვდებიან, რომ რეალურად დასავლეთი სტაბილურად აგრძელებს მათ დასანქცირებას, არა მარტო პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების, არამედ იმ აქტორებისა, რომლებიც მათ ხელს უწყობენ სახელმწიფოს მიტაცების პროცესში, ეს იქნება მოსამართლეები, იქნება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ბიზნესმენები თუ ასე შემდეგ. ანუ რეალურად თავად ის პროცესი, თავად რაღაცას ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, გამორიცხავს აპრიორი რაიმე სახით კიდევ, ასე ვთქვათ, მათი დე-ფაქტო ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დე-ფაქტო ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ევროპასთან, ევროკავშირთან დაახლოების. ამიტომ არ ვიცი ახლა თავიდან ბოლომდე მათი რიტორიკა უკვე ცხადია, რომ განკუთვნილია მხოლოდ მათ ამორჩეულზე, ქართული საზოგადოების პოლიტიკურ ნაწილზე, ისინი ცდილობენ, რომ აი ეს მათი უდიდესი ტყუილი კიდევ რაღაც ფორმით გააძლიერონ. გიგი, რთულია დასკვნის გაკეთება, აი ხშირად ვლაპარაკობთ, რომ ადრესატი არის სწორედ ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელსაც ის ბოლომდე ებღაუჭება, ცდილობს კვებოს რაღაც აი ამ სპეც რიტორიკით, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ დუმილიც თურმე არის მნიშვნელოვანი პასუხი, ხო? ჩვენ გვახსოვს იქამდე სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე
რამდენიმეჯერ გაცემული პასუხი, სადაც ღიად იყო ნათქვამი, რომ ოცნებას უნდოდა რომ სერიოზული დამოკიდებულება ეჩვენებინა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში, მან იცოდა კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაედგა, ხო? აი რეალურად რას ყიდის ამ პროცესში და აქაც ჩანს თუ არა კრიზისული ვითარება, იმიტომ რომ თქვათ უკვე იმგვარ რიტორიკაზეა გადასული ხელისუფლება, რომ აი ბრიტანეთის პრემიერმა თავი არ აწია, იმიტომ რომ არ იცოდა რა ეთქვა სამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, არ სიამოვნებდაო ამაზე საუბარიო, ხო? ნახავდით ამ განმარტებებსაც. ეს როგორ ახასიათებს პირველ რიგში ამგვარი რიტორიკა თავად ქართულ ოცნებას და არსებულ კრიზისულ ვითარებას? იცით რა არის? ეს არის ცალსახად პროპაგანდა, ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ისინი ავრცელებენ მათ მიერ კონტროლირებად მედია საშუალებების მეშვეობით, იქნება ეს იმედი, იქნება ეს პოსტივი თუ ასევე სამწუხაროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისინი აგრძელებენ ადამიანებს შეცდომაში შეყვანას და ეს ყველაფერი ემსახურება ყურადღების გადატანას. ხო, რეალურად რა ხდება? რეალურად საქართველოს ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ჩორდება დასავლეთს, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება რუსეთს და რუსული გავლენის სფეროს. ჩვენ რეალურად უკვე აღარ გვჩება არანაირი ხელჩასაჭიდი ევროპასთან ამ დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში, რომ ჩვენ რეალურად გავაგრძელოთ ურთიერთობა დასავლეთთან და გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობ, ხო? რეალურად ეს არის ხა ეს განცხადებები და ქართულ ენაზე მიწერილი წერილი ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისადმი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი, ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოება ალაპარაკონ და საზოგადოებაში გამოიწვიონ დისკუსია სრულიად სხვა საკითხებზე, რეალობასთან არანაირ კავშირში მყოფი არ არის ახლა ეს ყველაფერი. რომ თითქოს თავად ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ არის აი ამ დაშორების წყარო, ხო? რეალურად, ანუ სხვაგვარად ვითარების და დანახვის მცდელობაა და ამის ტირაჟირებას ვხედავთ ჩვენ ახლა ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც თავად ოცნების გადაწყვეტილებები გახდა საფუძველი აი ამ ურთიერთობის შეჩერების. დიახ, ისინი ცდილობენ ერთხელ და სამუდამოდ გააჩერონ ძალით საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც როგორც კი საქართველოს გაეხსნა შესაძლებლობა 2023 წელს მათ შემოიტანეს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონმდებლობა. შემდეგ 2024-ში მათ ეს მიიღეს, ანუ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ რეალურად საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს არ გადაედგა შემოხვედრი ნაბიჯები. ანუ მათ ვიზან მიმართულად, სრულიად გააზრებულად ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ევროკავშირს აი ეს გადაწყვეტილებები ჩვენთან მიმართებით მიიღო და რეალურად გააჩერეს თავიდან ბოლომდე გააზრებულად გააჩერეს საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან, საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ცდილობენ ბოლომდე გააქრონეს შესაძლებლობა ქართული ხალხისათვის და ასე ვთქვათ გამოგვატოვებინონ, აგვაცდილონ აი ეს უნიკალური შესაძლებლობა, ანუ საუკუნეში ალბათ ერთხელ შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენების ფონზე, მაგრამ ეს შესაძლებლობა გაგვეხსნა ჩვენ 2022 წელს, მაგრამ მათ იღონეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა ვერ გამოგვეყენებინა. ანუ ეხლა ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, როდესაც საქართველოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სწრაფი დიდი ნაბიჯები ჩორდება დასავლეთს და ევროკავშირს და ძალიან სწრაფად უახლოვდება რუსული გავლენის სფერო, ფაქტობრივად რჩება რუსული გავლენის დიდი მადლობა. დიდი მადლობა გიგი. დაგემშვიდობებით ყოფილი დიპლომატი გიგი გიგიაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში 5 საათზე.